ადგილობრივი გუბერნატორის ვადიმ ფილაშკინის განცხადებით, რუსული ძალები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონის დონეცკის ქალაქ დრუჟივკას დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დაიღუპა 7 მშვიდობიანი მოქალაქე, 15 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით მათ კასეტური ბომბებით მიიტანეს იერიში ხალხით სავსე ადგილობრივ ბაზარზე. გუბერნატორის თქმით, რუსმა სამხედროებმა, რომლებიც ქალაქის დაკავებას ცდილობენ, დამატებით 2 ბომბი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც დაზიანდა რამდენიმე შენობა და საცხოვრებელი სახლი. ვადიმ ფილაშკინის შეფასებით ეს არის ომის მორიგი დანაშაული და დამატებითი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის განცხადებები სამშვიდობო ზავის შესახებ არაფერს ნიშნავს. რუსეთმა უკრაინაზე იერიში მაშინ მიიტანა, როდესაც რუსი და უკრაინელი ოფიციალური პირები აბუ-დაბიში შეერთებული შტატების შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ. თავდასხმების გამო უკრაინული მხარე გაღიზიანებულია. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოსკოვმა უკვე დაარღვია დადებული პირობა, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე ერთი კვირით შეწყვეტდა იერიშებს. რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქ კიევზეც, სადაც ოფიციალური პირების განცხადებით ერთი მოქალაქე დაშავდა. საგანგებო სამსახურების ცნობით, რუსი სამხედროები დრონებით თავს დაესხნენ ქალაქის რამდენიმე რაიონს. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი შენობები და ავტომობილები. ამასთან გრძელდება რუსების თავდასხმები უკრაინის სხვა რეგიონებზეც. დნიპროპეტროვსკის რეგიონზე მიტანილი იერიშის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, ასევე დაზიანდა 20-მდე საცხოვრებელი შენობა. ფრონტის ხაზზე მყოფი რუსი სამხედროები კი აცხადებენ, რომ დაიკავეს უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე სტარო-უკრაინკასა და სტეპანივკის დასახლებები. რუსეთი იმედოვნებს, რომ ფრონტის ხაზზე კიევის არმიის კიდევ უფრო მეტად დასუსტებას შეძლებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი თავის დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს გაზარდონ შეიარაღების მიწოდება და გააძლიერონ ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა კრემლზე, რათა შეაჩერონ მისი სრულმასშტაბიანი ინტერვენცია.